რატომერიდება ადამიანი, ანუ შიშის ფაქტორზე ვისაუბროთ და აქ დავსვათ ესეთი შეკითხვა. რას გულისხმობდა თქვენი აზრით გალაქტიონი, როდესაც მან დაწერა სიტყვები ო მებრალება, მე ჩემი მტრები, არ ვიცი მტრობა. მე ხა დავხატავ, ანუ გეომეტრიულად გამოვსახავ, პრიმიტიულად, ესე იგი ჩვენ ფსიქიკის ფორმას. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიურ, ფსიქიკურ კონსტრუქციაში სხვანაირად გამოიყურება, მაგრამ ამ სიბრტყეზე მე რომ გადმოვცე და ავსახო, ამისთვის გამოვიყენებ ესეთ პრიმიტიულ გეომეტრიულ ფორმებს. ანუ, აი ესეთი ფორმა აქვს დაახლოებით ჩვენს ფსიქიკას. ეს იყო თავიდან ერთიანი, ანუ ადამიანი იბადება ერთიანი, თლიანი ფსიქიკით და შემდეგ იქვე ხდება მისი აი ამ ფსიქიკის გაყოფა სხვადასხვა ჩარევებით. ანუ ეს არის ცნობიერი მხარე ჩვენი, ასე ვთქვათ, ეს არის არაცნობიერი მხარე და მე ვსაუბრობ ახლა ფსიქოენერგეტიკაზე და არა ემოციებზე და ასე შემდეგ. მე ვსაუბრობ მდერაც არის, ანუ მიზეზების სამყაროზე ვსაუბრობ ახლა მე და მოკლედ ვიტყვი რომ სული ადამიანში პირველ რიგში ქმნის ენერგეტიკულ ბაზას, რაც ინსტინქტური ბუნების სახით მინდა, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ ეს ენერგია იმყოფება მუდმივ მოძრაობაში და დაახლოებით 80% დაბლოკილია არაცნობიერში და დაახლოებით 20% ამ ენერგიის იმყოფება ცნობიერში. პირველ რიგში, რასაც სისტემა აკეთებს, აინსტალირებს ადამიანის ტვინში ეგრეთ წოდებულ ფოტონურ მექანიზმს. ანუ დავარქვათ ამას გადახრის მონიტორი, ну დავარქვათ ესე ქვია, ესე ეწოდება ამას ონტოფსიქოლოგიაში და ესეთი ფორმით დავხატავ, იმიტომ რომ მონიტორი, იმიტომ რომ ის ირეკლავს და ქმნის გამოსახულებებს და გადახრის, იმიტომ რომ მისი მიზანია ადამიანი გადახაროს მისი დანიშნულებიდან, მისი ცხოვრებისეული მისიდან. ესე იგი, ეს მექანიზმი ქმნის გამოსახულებებს, ანუ ეს პირდაპირ არის დაშენებული ეს მექანიზმი ცნობიერ ნაწილზე. ცნობიერ ნაწილზეა დაშენებული ეს მექანიზმი და ქმნის გამოსახულებებს და ამ ენერგიას, რომელიც ცნობიერშია, ფუთავს ამ გამოსახულებებში. აქ ჩვენ შეგვიძლია ასევე მაგალითად დავხატოთ პირამიდა, მისი ესეთი ყოვლის მხილველი თვალით. ანუ პირამიდა რატომ? პირამიდა არის, ასე ვთქვათ, კრეატურის პირველი ფორმა, პირველადი ფორმა, ანუ ეს გამოსახულებები იქმნება სამკუთხედების ფორმით და ინფორმაცია ჩვენს ფსიქიკაში იწურება აქ. ანუ ეს არის უმაღლესი ინსტანცია, ასე ვთქვათ, ეს პირამიდა არის უმაღლესი ინსტანცია, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. ფოტონური ღმერთი, გნებავთ ლუციფერი დაარქვით, ამას გინდა დაარქვით, ანუ ფსიქოლოგების გასაგონად მინდა ვთქვა ასევე, მაგალითად, აი ამ პირამიდულ კონუსურ ვექტორულ დაწურვას ინფორმაციის შეგიძლიათ დააკვირდეთ ზემეს, უმაღლესი მეს, სუპერეგოს და სუპერმეს სივრცეში, აზროვნების პროცესში, ამ სივრცეში, სადაც ჩვენი ფსიქიკის სისტემურ ვექტორებზე იწურება ინფორმაცია და აი ეს არის ის პირამიდის გამოსახულება, სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ფოტონური სამყაროს უმაღლესი ინსტანცია, ეს აკონტროლებს ყველაფერს. ამ ეს ენერგია განიდევნა აქ მის გაცნობიერებამდე რეპრესირებული ენერგია, ეს ცენზურირებული ენერგია და ვიდრე ადამიანი ახერხებს დაახლოებით 3-4 წლის ასაკში უკვე ფორმირებული აქვს ადამიანს კომპლექსი. წესიერად მოიქეციდან დაწყებული, ასე ვთქვათ, იქნება ესეთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული, გადაწნული ბირთვი ინფორმაციული, რომელიც არაცნობიერში დევს და ბლოკავს ამ ენერგიას. მაგრამ ზოგჯერ ეს ენერგია მაინც გამოძრება ხოლმე, აქეთ, იმიტომ რომ დინამიურია ენერგია და ზოგჯერ ვერ აკავებს ეს კომპლექსი და მაინც გამოდის ხოლმე და ამ დროს ირთვება განგაში. აი, უცხო შემოვიდა სისტემაში, ჩათვალე მოქალაქეობის ამ მქონე პირი რო შემოვიდეს ქვეყანაში, სასაზღვრო სისტემა ხო ჩართავს განგაშს და აი ესეთ განგაშს ეხავს ეს სისტემა, იმიტომ რომ ავერცნობს ამ ენერგიას, არ იცის რომელ გამოსახულებაში შეფუთოს,
როგორ მოგვაწოდოს ეს გამოსახულება, ეს ენერგია ჩვენ, რა გამოსახულებით, ანუ ჩვენ ხო გამოსახულებით აღვიქვამთ ამ სამყაროს. იმ რეალიების გალერეა არასაკმარისია ამ ენერგიის შეფუთვას, არ ითვალისწინებს ამ ამოუცნობ ენერგიას. ადამიანები ეძახიან ეშმაკს, მხეცს, მონსტრს, ურჩხულს, რა ვიცი, აი უამრავ სახელწოდებას არ ქმნიან, სიზმარშიც კი რაღაც დეფორმირებული და აი თქვა ორი ცხოველის ნაერთის სახით გვესიზმრება ხოლმე ინსტინქტი. ეს მონაკვეთი ჩვენი ფსიქიკის იმიტომაც არის არაცნობიერი, რომ ფსიქიკური ენერგია, რომელიც თავდაპირველად ერთიანი იყო, აქ რეპრესირებული, ცენზურირებული და განდევნილი იქნა მის გაცნობიერებამდე. ანუ ჩვენ დაახლოებით 80%-ს ჩვენი თავის ვერ ვაცნობიერებთ. ამიტომაც ადამიანები განიცდიან შიშს. რომ როდესაც სიახლე ხდება და სიახლე მუდმივად ხდება, ჩვენ ესეთ ეპოქაში ვართ, რომ მუდმივად სიახლეს ეს ინფორმაციული ნაკადი არ წყდება და ადამიანები მუდმივად განიცდიან შიშის გზნობას, განცდას. და თქვენი აზრით რას იწვევს შიშის განცდა? შიშის განცდა იწვევს სიძულვას და მტრობას. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით გალაქტიონი იმდენად დაუახლოვდა არაცნობიერს. მან რა თქმა უნდა არ იცოდა ფსიქოლოგია და ესეთი ტექნიკური ცოდნა არ გააჩნდა მას, მაგრამ ის ინსტინქტურად, ინტუიციურად ბევრ ლექსში აღწერს არაცნობიერს, ბევრ ლექსში იკითხება ეს და იმდენად დაუახლოვდა ეს არაცნობიერს, თუ შიშის განცდა უბრალოდ აღარ გააჩნდა. და შესაბამისად მას არც ძულდა ვინმე და სხვათა შორის ჩემს წიგნში გალაქტიონი პოეზიას არ შევხებივარ, მაგრამ არაერთი ცნობილი ხელოვანის შემოქმედება მაქვს აღწერილი, მაგალითად ბერგმანის, ტარკოვსკის სიზმრები მაქვს განხილული და ასე ვთქვათ, ჩემი აზრით ვინც მიუახლოვდა, დაუახლოვდა არაცნობიერს და მაგრამ ვინაიდან ამ ხალხს არ გააჩნდა ეს ტექნიკა, ასე ვთქვათ, ამ სისტემის გამოყენების მის დასასარგებლად, სისტემამ გატეხა ეს ადამიანები და ტარკოვსკიმ მაგალითად ისე როგორც ბევრმა გენიალურმა შემოქმედმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა მისი ცხოვრება. იმასაც ვიტყვი, რომ დღეს გალაქტიონები და ფიროსმანები აღარ არსებობენ. ეს სტერეოტიპია, რომ ადამიანი კიბის ქვეშ უნდა მოკვდეს ნიჭიერი, რომ მერე როდესაც ის აღიგანონ, ან ლეჩკომბინატის მეოთხე სართული უნდა გადმოხდეს და თავი მოიკლას. პირიქით დღეს მთელი ყურადღება მიმართულია ესეთი გენიალური, უნიკალური, ინდივიდუალური ხალხის შემოქმედებისკენ. მე არც გალაქტიონი ვარ, რომ ის ვთქვა, რომ შეიძლება მაგდონეზე არ მებრალებოდეს ჩემი მტრები, მაგრამ ერთ მაგარ ქართველს თანამედროვე ცოცხალ ადამიანს, მაგარ ადამიანს დავესესხები ერთ გამოთქმას, იმ დღეს ერთ ვიდეო ჩანაწერში ამბობდა, რომ აი რაღაც ფილმს უყურებო და ცნობილის გადმომივარდაო, ვაგერ რაღაც სენტიმენტალური მომენტი იყო და თან კიდევ ვაგერ ალესილი ნაჯახი მიდევსო და ამ ორ რაღაცას როგორ ათავსებსო ადამიანიო და ეს არის სწორედ მეც აი ესეთი ქართველების რიგს მივეკუთვნები, ვისაც ალესილი ნაჯახიც უდევს სხვა სიკეთეებთან ერთად, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ სხვისთვის თავში ჩასარწმუნებლად მემზადები ან მეშინია მტრების და ასე შემდეგ. თუმცა საკადრისი პასუხის გაცემა ყველამ უნდა იცოდეს და იმიტომ მდევს სწორად ის ლამაზად თავისთვის, რომ შიშის განცდა არ მაქვს მტრების მიმართ. და ზოგჯერ კიდევ საჭირო და არასაჭირო და ტყუილი და მართალი განვასხვაოთ ერთმანეთისგან და ჩამოვაშოროთ შიში ჩვენს ინდივიდუალიზმს ამ ცხოვრებაში გამარჯვების გზაზე. ღმერთმა ადამიანი გამარჯვებისთვის შექმნა და ეს